სცენაზე ვთხოვთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ოქროს სპონსორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ქალბატონ ნინო დობორჯგინიძეს. მოგესალმებით ქალბატონ ნინო. გესალმებით წლევანდელი კონკურსის მონაწილეებს, უკრებრივ ყველა მასწავლებლებს. მე ძალიან მიხარია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ყოველთვის ისე გულის ფანჩქალით ველოდებით ათეულს და ბოლო წლებში ყოველთვის ამ ათეულში არის ილიას უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ძალიან მიხარია ეს შალვა ჩემი სტუდენტი იყო პირადად. და გამეხარდა რომ გავიგე რომ მას მომავლის მასწავლებლებს ეძახიან, იმიტომ რომ შალვა მასწავლებლის პროფესიასთან ერთად დიდი ინტერესით ეუფლებოდა უნივერსიტეტში ციფრული ჰუმანიტარიის, ციფრული ეპიგრაფიკის, გამოყენებითი ენათმეცნიერების და სხვა მიმართულების საგნებს, რაც მას ნამდვილად დაეხმარება რომ მომავლის მასწავლებელი. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი დღეს, როცა აი მათეულის შესახებ ისმოდა რომ სოლიდარული გარემო არის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა თქვენ ათეულის წევრებს და არა მარტო ირინას, თამუნას, იმისთვის რომ აქ დღეს მართლაც სოლიდარული გარემოა იმ ადამიანების მიმართ, ვისთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ. ირინამ დასაწყისში თქვა, რომ აი წელს ვფიქრობდით, აი არ ვიცოდით ამ რთულ დროს გაგვეკეთებინა, როგორ უნდა გაგვეკეთებინა და რამდენად აქტუალური იქნებოდა. კი, ძალიან აქტუალურია. ჩემი პასუხი კითხვაზე, რომ რა გვეშველება და როდის გვეშველება, არის ის, რომ გვეშველება მაშინ, როცა საქართველოს სკოლებში მასწავლებლების კრიტიკული მასა იქნებიან სწორედ ათეულის წევრი მასწავლებლები. მე ამას დიდი მოთმინებით და რუდუნებით ველოდები, როდის გახდებით თქვენ 10,000-ები და 20,000-ები, იმიტომ სხვანაირად გამოსავალი არ არსებობს. და კიდევ ერთი, წარმოიდგინეთ 1872 წელს, როცა ანა ღოღობერიძე მცხელიშვილისაც როგორ უჭირდა, რომ მისი ოჯახის მთავარი განძი, მისი მზითევი ქუთაისში სასახლის ქუჩაზე დააგირავა და ამით მოსწავლეებისთვის ზრუნავდა. წარმოიდგინეთ, რომ 1904 წელს მერვე კლასელი აკაკი შანიძე გამოიყვანეს დიდ სცენაზე, ლანძღეს, თათხეს და ბოლოს თავის მასწავლებელთან ერთად აპატიეს ის, რომ მან ისეთი მოსწავლე არ იყო, როგორც სკოლაში უნდოდა. მე მინდა რომ წლევანდელ კონკურსში მონაწილე თითოეულ მასწავლებელს აი შალვას ვთხოვდა აუცილებლად გამოგიგზავნით, დაგიმზადებთ ამას, რა სიტყვა თქვა მაშინ აკაკი შანიძემ და მინდა რომ თითოეულს გახსოვდეთ, დიახ, მთავარი მსაჯული თქვენი მასწავლებლობის მთავარი შემფასებელი არის სწორედ ის, რას გიკარნახებთ თქვენი სინდისი, თქვენი პროფესიული მოვალეობა და რას ასწავლით იმ მოსწავლეებს, თორე დარწმუნებული ვარ, რომ აკაკი შანიძის მასწავლებელსაც ძალიან ბევრი საყვედური უთხრეს და არიყვნენ მისით მადლობლები და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ თქვენგანს აუცილებლად ეყოლება სკოლაში თავისი აკაკი შანიძე არ არის აუცილებელი, რომ ის იყოს მაინდამაინც გენიალური ენათმეცნიერი, როგორც ბატონი აკაკი იყო, ადამიანი, რომლისთვისაც ის იქნება მართლაც ჯანსაღი, საზოგადოებრივი წესრიგის, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის და რა თქმა უნდა პროფესიული ღირებულებების მასწავლებელი. გისურვებთ, რომ თითოეული თქვენგანი იყოთ აი ასეთი მასწავლებელი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონ ნინოს, უდიდესი მადლობა. მინდა კიდევ ერთხელ განავთხოვოთ სცენაზე ქალბატონ ნინო დობორჯგინიძეს, თუ შეიძლება თქვენი აპლოდისმენტებით. ძალიან დიდი მადლობა.
აი ჩვენო პარტნიორებმა დაასახელეს თავისი თავიანთი რჩეულები, ნამდვილად 10-ვე გვინდოდა დაგვეჯილდოვებინა, მაგრამ მაინც მომავლის მასწავლებელზე და ილიონის კურს დამთავრებულს შალვა შალვა გილოცავთ. შალვა დარწმუნებული ვარ, რომ შალვა ძალიან ბევრ ციფრულ რესურსს მოამზადებს და გააზიარებს ყველას. ძალიან დიდი მადლობა. გილოცავ. ჩვენ კი გავაგრძელოთ ანდრია, ჩვენი არაჩვეულებრივი დაჯილდოების ცერემონია. თითოეულმა თქვენგანმა აპლოდისმენტები თუ შეიძლება. შალვა კიდევ ერთხელ გილოცავთ და კიდევ ბევრ წარმატებას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს.